Ჩვენ სტუმარი არ ყოფილა ასე რომ მასთან პოლიტიკურ თემებზე რა თქმა უნდა საარჩევნო მარათონზე მაგრამ დავიწყოთ მისი ჯანმრთელობით დიდი ხანიანი პაუზა ქონდა. ხართ შემართებით ისე რომ სრული დატვირთვით ჩაერთოთ საარჩევნო კამპანიაში. სრული მათ შორის ფიზიკური დატვირთვა. კი ბატონო. ძალიან კარგი. არჩევდი აქ თქვენთან თუ ისე როგორ არჩევდი ეს. გამოვხდი კაი ხანია უკვე თქვენთან აკოფლორ დიდი ხანია. ჩვენთან ახლა მოხდით უკვე საბრძოლველადაც მზად ხართ. გუშინდელი განცხადებებით დავიწყოთ 26 ოქტომბერი არჩევანია ომსა და მშვიდობას შორის. ეს გზავნილი მოვისმინეთ ყველა ლიდერის მხრიდან და შესაბამისად გვაინტერესებს ანუ ეს არჩევანი ექნება მოსახლეობას რადგან ჩვენ როდესაც საარჩევნო კამპანიებს ვადევნებთ ხოლმე თვალყურს როგორც წესი სოციალური საკითხებია ხოლმე წინა პლანზე წამოწეული სხვადასხვა შეთავაზებები ახლა ომი და მშვიდობა რატომ დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდით სოციალურ და სხვა თემებზე ეკონომიკის განვითარებაზე ინფრასტრუქტურაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმიტომ რომ არ არსებობს სფერო სადაც 3-ჯერ 4-ჯერ და მეტი არ გვაქვს გაკეთებული ვიდრე აღარ შევადარებ წინა ხელისუფლებას არასერიოზული გამოვა ყოველ შემთხვევაში გვაქვს პროგრესი იმდენად დიდი რომ შედარება უკვე წინა ხელისუფლების ნამოქმედართან არის შეურაცხმყოფელი მაგრამ ამაზე წელს არ იქნება საუბარი როგორც ჩანს პირველ რიგში მათი მხრიდან არ იქნება იმიტომ რომ როგორც თავად ამბობენ გუშინაც ეს კიდევ დღესაც გავიმეორებ მათ არც ერთი თემის შინაარსში შესვლა სიღრმისეულ შინაარსში არ აწყობთ იმიტომ არ აწყობთ რომ გაკეთებული არის შთამბეჭდავი და რაც კი ამაზე შედარებით განსაკუთრებით და რაც კი ამაზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში გაკეთდეს ის კიდევ რაღაცა პროგრესი თავიდან რთულია, ხო? საერთოდ რომ ჩამოშლილია სისტემა რომელიმე მიმართულებით, იქ რომ რაღაცას დაძრავ, ნელ-ნელა და უკვე სტარტს იღებს, უკვე მერე ამ წარმატებული სტარტის მერე უფრო სწრაფი განვითარება მიდის ასეთი მიმართულებით, ნებისმიერი ასეთი მიმართულებით, ხო? ამაზე ლაპარაკი არ აწყობთ. ამიტომ ეხლა წინასწარ შეგვიძლია დავაანონსოთ მათი საარჩევნო კამპანია ეს იქნება აბსოლუტურად სრულ ნარატივი, როგორც იყო საუკუნის აფიორა რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჭყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო გამჭვირვალობის კანონი და იქნება ასევე რუსული მოქმედება თითქოს ჩვენი. აი ეს იქნება რა. სიტყვა ქვეყანა არის გადასარჩენი. ქვეყანა შემოტრიალდა რუსეთის. გადასარჩენი სად არის მაგაზე ვილაპარაკოთ ახლა, მაგრამ სიტყვა რუსულს, რუსულ კანონს, რუსულ ხელისუფლებას, აი ამას ახსენებენ იმდენჯერ რომ ვერ დავთვლით. გამორიცხულია. მეტი მათ სალაპარაკო არაფერი ექნება. უბრალოდ იტყვიან რომ ხალხი ჩაახშეს სიღარიბეში რაღაც სისულელებს ილაპარაკებენ. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია დიდი სიამოვნებით კიდევ გავიმეორებ. დავდოთ ნებისმიერი პარამეტრი. რა თქმა უნდა, ხა გაჭირვებულ ადამიანს ხანდახან აღიზიანებს კიდევაც ის, რომ 12%-ში ვინც არის მოქცეული 30-დან სიღარიბე ჩამოვიდა 12%-მდე, მაგრამ იმ 12%-ზე აღმოფხვრაც უფრო ჩქარა შეიძლება, რადგან ესეთი შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით, ხო? მაგრამ 12% ამ ქვეყანაში, რა ვიცი, 400,000-ზე მეტია და ის 400,000 ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს და ამაზე მუშაობენ ისინი, გავიგე. მაგრამ ამ თემებში მაინც არ მოდენ ესე. თავად ფიქრობ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, როდესაც სხვადასხვა ხედვების ოპონენტებმა მიმდინარეობს. ოდნავ გავშალე გუშინეთთან შედარებით შესაძლებლობა მაქვს და ამიტომ თქვენთან ნახეთ ეხლა რა ხდება წელს ჩვეულებრივი არჩევნები ამ კუთხით არ იქნება რომ მაგალითად ვინ უკეთეს გზას დააგებს ვინ მეტ ავტობანს დააგებს ვინ უკეთესად განავითარებს ეკონომიკას ამაზე ისინი მთავარ აქცენტს არ გააკეთებენ მაგრამ რეალურად მეორე მხარეს მართლაც გაცილებით დიდი მასშტაბის გამოწვევა გვაქვს ვიდრე თქვათ ინფრასტრუქტურული პროექტები რაც თავისთავად უკვე მიდის კარგად არის ბევრი თემა დაალაგებული ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო კარგად დაალაგდება იმიტომ რომ პროგრესი რაში მდგომარეობს წეგან ამაზე ვილაპარაკეთ ახლა რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენ რეალურად საფრთხის ქვეშ დავდექით რომ ფიზიკური გადარჩენა გახდა პირველი პრიორიტეტი იმიტომ რომ ორი კატეგორიის ადამიანი არის ამ ქვეყანაში, ხო, შუაში აღარავინ აღარ დაჭა. ვიღაცას ჯერა რომ ჩვენგან ჭირდებათ ომი, ვიღაცებს აღარ დავა კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ვიღაცებს ჯერათ რომ ეს უბრალოდ ჩვენი მოგონილი ამბავია. ხა თუ ვინმე კიდევ დარჩა, ვინც ფიქრობს რომ ეს ვიღაცა მოიგონა საარჩევნო კამპანიისათვის მაგალითად. იმასთან მაქვს შეკითხვა. პირველი, რატომ არ უნდა აწყობდეს ვინმეს გარდა საქართველოსი და ქართული ხალხისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი სადღაც გაიხსნას. აი, ამაზე დავფიქრდეთ მარტივად.
აი მაგალითად თქვენ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე ხართ, ერთიც და მეორეც. აი გეკითხებით ახლა. რატომ არ გინდათ მეორე ფრონტი სადმე რუსეთის სამეზობლოში? აი რატომ შეიძლება არ გინდოდეთ? რომელიმეს გაქვთ ამას პასუხი? ანუ ვინც გვისმის ახლა ჩვენი ოპონენტები, მაგრამ თქვენი ოპონენტების პასუხი ეთქვით, რომ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ოცნება პოზიტიურ დღის წესრიგს ვეღარს დავაძლევს საზოგადოებას და ომით აშინებს ხალხს. ანუ ომის საფრთხე არარეალურია ის. ხო და ამას ვამბობ, რატომ არ გინდათ თქვენ სხვა ქვეყნის რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ომი საქართველოში ამიხსენით ერთი არგუმენტი მითხარით, რატომ მე მაგალითად სხვა ქვეყნის არ ვასახელებ ქვეყანას სპეციალურად, აქაც რო სპეკულაცია არ სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყო, რატო კაცო, აი ჩემთვის რა არის ამოსავალი წერტილი, ქართველი თუ არ ხარ. ამოსავალი წერტილი რა არის? უკრაინაში იხოცებიან ადამიანები. დენილოვმა რაც თქვა, რატომ არა? შეგვიხიდეთ ომკაცმა ხო გითხრა. ეს ხო არ მოგვეჩვენა. რატომ არ უნდა იომოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები? მაგრამ არა ევროპელმა ლიდერებმა შეერთებულ მხრიდან ხო ჩვენ ბევრ რაღაცაზე ხო თავს ვიკავებთ. ჩვენ ხო რაღაც ვთქვით და რაღაც არ გვითქვამს. ანუ რაც ვთქვით კიდევ მეტი არ გვითქვამს. ჩვენ შეგვიძლია ესეთ რაღაცებიც ვილაპარაკოთ, სიმართლე ოღონდ. მოგონილი კი არა, სიმართლე. რა სიმართლეც იქნება ძალიან დიდი სკანდალი. ასე მაგალითად ეს ბადებს ეწევს თქვენი ოპონენტებისთვის რომ არასახელია თქვა. რა შვება ახლა? ხო, ახლობით რა ღმერთმა არქნას, გიორგი, ასე მაგალითად რომ მეკითხებს, ღმერთმა არქნას ამის ლაპარაკი მოგვიწიოს და თან თავისი მტკიცებულებებით. ეს ჩვენ არ გვინდა. ჩვენ რომ უფრთხილდებით რაღაცეებს, ისე ამ შემთხვევაში ხაზგასმით ვამბობ, ამ შემთხვევაში მეორე მხარეც არ ვიტყვი ჯობია მეთქი, მაგრამ უკეთესია რომ უფრთხილდებოდეს. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ჩვენ რაღაცების თქმაზეც ვიკავებთ თავს. ეს ოფიციალური პირების მოთხოვნა, გასაგებია რომ კონკრეტულ სახელებს აღარ გავიდეთ ამის იქით. ამაზე ჩვენ ერთხელ მინიშნება გავაკეთეთ და ბევრმა ვერ გაიგო როგორც ხვდები. ღმერთმა არქნას რომ ამ ქვეყანაში ამ ინფორმაციის მატარებელ რომელიმე ადამიანს დაჭირდეს ამის თქმა თორე ქვეყნის გადასარჩენად მე იტყვი კიდევაც და შეიძლება მტკიცებულებით დადო ხო? ეს ზოგადად თქვა ჯერ ჰიპოთეტურად. დავარქვათ ჰიპოთეტური, მაგრამ რეალურად რაც გვაქვს ხელის გულზე, საჯარო წყაროებში რაც არის, ახლა ამაზე დაყრდნობით ვილაპარაკოთ. რაც ჯერჯერობით არის საჯარო წყაროებში. არის ის, რომ აგერ გთხოვდნენ პირდაპირ უკრაინელი მაღალჩინოსნები არ მოგჩვენები არავის. აგერ საქართველოში იმის ბომბების წვიმას და ასე შემდეგ ნატრულობდნენ და გიგაური მაგალითად კაპიტანი გიგაური ამბობდა რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით. ესეც ხო არ მოჩვენებია არავის და შესაბამისად ამისა რადგან ასეთი დიახ ომი მინდა გახსოვთ ხომ? იქ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ნაცების ჯანდაცვის მინისტრის თუ თბილისის ყოფილი მერის სიტყვები ომი მინდა და რაღაც ვითომ ვაშკაცურს აწვევიან, ნაცები რო ვაშკაცურს აწვევიან ეს მეორე საკითხია კიდე და ანუ ამ ყველაფრიდან გამომდინარე და იმ ლოგიკიდან გამომდინარე, დიახ, მართლაც მოდი ვაღიაროთ ერთი რაღაცა. საქართველოში საქართველოს მიერ წარმოებული მეორე ფრონტი მნიშვნელოვნად შეიძლება ისე არა, როგორც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს ან ვინმეს, მაგრამ მნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთს. დიდი რესურსის ბოდიშიხტი ძალიან დიდი გიორგი ამ წენებას დამთავრდა და აღარ შეგაწყვეტინებთ. დიდი რესურსის გადმოწევა საჯარისო რესურსების, სამხედრო რესურსების მოუწევს საქართველოში და რუსეთის წინააღმდეგ ეს შეიძლება გამართლებული ინტერესი იყოს, მაგრამ შენთვის რომ უკრაინაზე გაცილებით მძიმედ გადაიტანა ამას არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მოღალატეობრივი ნარატივი. საერთაშორისო პარტნიორების ოფიციალურ განცხადებას და ამ თემაზეც იყო განმარტება, რომ არასოდეს არც ევროპელ ლიდერებს და არც შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ომი მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის არ მოუთხოვიათ. აი ეს განცხადებები რითი აიხსნება? ჩვენ ხო ეგან ვილაპარაკე რაც საჯაროდ გვაქვს, იმით სარგებლობთ და ხელმძღვანელობთ ჯერ და ის ჯერ უნდა დარჩეს ჯერ. მე ამისი სურვილი მაქვს გულწრფელად რომ იმის იქით აღარ უნდა წავიდეთ, ხო? თუ ჩვენ ქვეყანას არ დაჭირდა მეტი, აი წინასწარ პირობას გაზრდოთ, აღარ შევალ ამ თემაში აღარ გავიმეორებ, მეტი საფუძველი უფრო მეტის ლაპარაკს თუ ეს ჩვენ ქვეყანას არ დაჭირდა მაგრამ რაც საჯაროდ გვაქვს, იქაც კი არის ბევრი მოცემულობა იმის სამტკიცებლად და დასადასტურებლად პირდაპირი მოწოდებების ჩათვლით,
რომ საქართველოსგან ითხოვენ მეორე ის კი არა შეიძლება ვიღაცას გადაჭარბებულად მოეჩვენოს მაგრამ შეიძლება ჩვენ განვავითაროთ ის ლოგიკური ვერსიაც რომ უკრაინაში მანამდე არ დამთავრდება ომი ვიდრე საქართველოსთან მიმართებით არ დარწმუნდებიან რომ აქ ხელისუფლება არ იცვლება და მეორე ფრონტი აქედან ამ მიმართულებიდან გამორიცხულია. რა თქმა უნდა არა ერთადერთი ხა მე მოკლებული ვარ ამას რომ ეს ამაზეა დამოკიდებული მაგრამ ერთ-ერთი რგოლი რომ კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ სამშვიდობო მაგალითად ჩვენი საქმე არ არის შეიძლება მაგრამ მაგალითად სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინაში ამისი ერთ-ერთი და არა ერთ-ერთი საფუძველი ისიც შეიძლება იყოს რომ დარწმუნდნენ გარკვეული ძალები რომ საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტი არ იქნება. ვის სურს მეორე ფრონტი? ძალიან კითხვა რომ დაგისვით. იმაზე რომ არ მიპასუხეთ პირდაპირ პასუხით, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც იცით და იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს ომი უნდა ქართულ აგენტურას, იმათაც კი არ ექნებათ პასუხი, თორემ თქვენ ყოფნით იმისი ცოდნა, რომ მათი პირით რაღაც მიპასუხოთ, რომ ისინი ასე გეტყვიან. მაგრამ რატო არ არის ამაზე პასუხი, იცით რომ მეორე ფრონტი შეიძლება უნდოდეს ობიექტურადაც კი ყველას, ვინც რუსეთის დასუსტებაზე ფიქრობს, მაგრამ არა ჩვენთვის სხვა მოცემულობაა. გარე ნებისმიერი ძალისთვის. ნებისმიერი ცუდ და კარგს დავანებოთ. შეიძლება ეს იყოს გამართლებული ინტერესიც. შენთვის არის დამღუპველი ინტერესი. ეს ცხადია რომ თორემ გარედან რატომაც არა საქართველოსთვის ეს არის ყველაზე დამაზიანებელი. რატომაც არა რატო არ ვარგა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ? რატო არ ვარგა? ძალიან კარგი რომ მეორე მხრიდან ვიღაცამ შეუტიოს. უბრალოდ შენ ხარ ის სუბიექტი, რომელსაც იმისი ძალა შეგწევს რომ შეუტიო კიდევაც და გადარჩე? აქ ამაზე გვაქვს ლაპარაკი. ჩვენ რო ლაპარაკობდით გუშინ, ბატონმა ბიძინამაც ახსენა ფიზიკური და სულიერი გადარჩენა. სულიერად მე ვილაპარაკო თუ გნებათ, მაგრამ ჯერ ფიზიკური გადარჩენა, სულიერად რო გადარჩე, ჯერ ფიზიკურად უნდა გადარჩე, ხო? შეიძლება ფიზიკურად ვერ გადარჩე და სულიერად გადარჩე. ეს ფილოსოფიაში არ წავიდეთ ეხლა, მაგრამ ფიზიკურად უნდა გადარჩე და ჩვენ თუ ამ ომში შევედით, უკრაინას ამ ხელა ქვეყანას უდგას ეს საკითხი დღის წესრიგში, ხო? და აი იმ გადარჩენას რამდენი ადამიანი ჩვენ 100%-იანი გარანტია გვაქვს დაღუპვიდა. რატომ ჩვენ ხარჯზე? რატომ ჩვენ ხარჯზე დარჩენილ ფონად გაზდევს დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირთან, დაძაბული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ საქართველოს ევროკავშირთან და ამერიკის სახელმწიფოსთან არ აქვს კონფლიქტი. მან თქვა რომ დასრულდება ომი და დაალაგდება ურთიერთობა. ანუ ჩვენ უნდა ველოდოთ მინიმუმ 1 წელი სანამ ომი არ დასრულდება და ეს რეჟიმი გაგრძელდება ურთიერთობის შტატებთან და ევროკავშირთან. თუკი და უკვე ჩანს რომ ეს ასე იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ და ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ხო? ხო ჩანს ეს. ალბათობით ასე ჩანს. ძალიან დიდი რაღაცა თუ არ შეიცვალა. დღეს მონაცემებით ასეა. და მათ შორის ხაზგასმით ვამბობ რომ ყველასთვის გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვალა და მეორე ფრონტის შანსი გაქრა. ამ შემთხვევაში დიდი შანსია და უდიდესი ალბათობით და პრაქტიკულად გარანტირებულად 2025 წელს უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. ეს ხო არის მოცემულობა, რომელზეც ვერავინ იკამათებს, თუ რაღაცა ეხა არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ლოგიკური გაგრძელება ეს არის, რომ რაღაცამდე უნდა მივიდნენ და თანამედროვე სამყარომ უნდა შეძლოს, მათ შორის შტატების როლი არის გადამწყვეტი და ტრამპის განცხადებები არაერთი გვინახავს, ეს ჩემი და თქვენი აზრი არ არის, რომ ომს დაასრულებს და ომი დასრულდება. აი ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს მიმართ ინტერესები იქნება სხვა და ბუნებრივი ლოგიკური ამბავია. დავანებოთ ყველაფერს თავი აბსოლუტურად, არის ლოგიკა მაქსიმალური იმაში, რომ ომის არარსებობის შემთხვევაში, საომარი მოქმედებების არარსებობის შემთხვევაში უკრაინაში, რასაც უსურვებ რა თქმა უნდა უკრაინელ ხალხს მშვიდობას, უკრაინაში მშვიდობის შემთხვევაში მოკლედ საქართველოსთან მიმართებით ინტერესები შეიცვლება და ეს შეცვლის რიტორიკასაც, მაგალითად აღარ იქნება კრიტიკა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, აი რა დონეზე შეიძლება განსახილველი არ დაიტოვა არავინ, თორემ რიტორიკა შეიცვლება. გამჭვირვალობის კანონი შეიძლება საერთოდ აღარ ახსენოს ვიღაცამ, მაგრამ კი, რა თქმა უნდა კრიტიკა, ხო 2017-ში და 2018-ში ხო ის მოდა კრიტიკა, სხვა დონის, სხვა ხარისხის კრიტიკა სულ იყო. მაგრამ მაშინ ქართულ ოცნებას ძალა არ ქონდა იმის რომ ეს კრიტიკა მარტივად გადაელახა სიმართლის გატანის. მოდი ვაღიაროთ ერთი რაღაცა, მაგრამ ჩვენ სიმართლის გატანის ძალა მე კი გვაქვს დღეს გაცილებით შეუდარებლად ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი ვიდრე შარშან წინ და გაცილებით მეტი ვიდრე 3 და 4 წლის წინ.
ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ესეც უნდა ვთქვათ. 2012-16 წლის მოწვევის პარლამენტი. გახსოვთ ხო? ჩემ პოზიციაზე ვინც იყო, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ნაცების სიაშია დღეს ოფიციალურად. რა ძალაზეა ლაპარაკი. აი რა ახლოდიან. აი რა ძალაზეა და ის ხალხი, ვინც ქართული ოცნების კოალიციაში იყო, ვინ აღმოჩნდა ბოლოს სად არიან ახლა? შეხედეთ ხო? ანუ ერთ დღეში დაშლიდნენ უმრავლესობას, ხო ასია? ესე იგი ძალა კი არა, აბსოლუტურად უნდა თავარი გამოწვევა იყო გადაგეგორებინა ეს პერიოდი. იგივე არა, მაგრამ მსგავსი სიტუაცია გახდათ 2016-20 წლის პარლამენტში, ხო? რამდენი გავიდა, რა ფორმით გავიდა, დღეს რომელი ტელევიზიების ეთერში სხედან და რა თემებით გვამონათებენ, როგორი სპეკულაციებით და საუკუნის აფიორა აყოლილი თემებით, როგორ პოზიციონირებენ, გვახსოვს ხო? აქაც რამხელა რისკები იყო. და პირველად რატომ შევძელით ეს? მაგალითად, ხშირად ვამბობ ხოლმე, ვტრაბახობ ამით. და ვიტრაბახებ მთელი ცხოვრება. სამ კაცში საიდუმლო რომ არ იმალება, ეს ცნობილი ამბავია. და ალბათ მე არ მგონია სოფლიოში მეორე პრეცედენტი იყოს, რომ 4 წლის განმავლობაში 84 კაცმა მაგალითად ბევრი საიდუმლო შენახვა შეძლო. ასეთი უმრავლესობა გვყავს დღეს საქართველოს და ასეთი შეკრული გუნდია ქართული ოცნების საპარლამენტო და ზოგადად გუნდი. აი წარმოიდგინეთ და როგორ დაადგნენ რა ბულინგის, შვილების ბულინგი, ფაშისტური, ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალური ბულინგის ფონზე რა შეძლო უმრავლესობა არ გაწყდა, არც ერთი კაცი ყოველდღე ითვლიდნენ, რომელი გაწყდებოდა, ყოველდღე ვიღაცას აბულინგებდნენ, სადაც თავიანთი ოღონდ არასწორი აზრით იყო სუსტი წერტილი, იქ ურტყავდნენ, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ გაწყდა 84-დან. ეს ხო შეუძლებელი იყო. თქვენ ამბობთ, მაგრამ ამის პარალელურად ოცნება კი არა ძლიერი, მარტო ქვეყანა დადგა ძლიერი. მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო დონის კრიტიკა და ქმედებები, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად ერთობლივი წვრთნები გაეუქმებინათ ცალკეულმა ქვეყნებმა თქვენს, რომ დახმარებებს გაყინავენ ამ ეტაპზე, ასევე შტატების მხრიდან საუბარი იყო, რომ 30 ადამიანია დასანქცირებული. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის გაგრძელება? ანუ სადღაც ხო უნდა გალღვეს ტემპერატურა? იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს არის სოფლიოს ისტორიის ბევრი წელი, აი ხა ნებისმიერ სახელმწიფო მარტივ სკოლებში ვასწავლიან, რომ ნებისმიერ ფუძეზე გადაშლი და სხვადასხვა პერიოდს ნახავ, იმ სხვადასხვა პერიოდს სხვადასხვა ინტერესებია ხო? ეს უმარტივესი ამბავია, ამას მტკიცებაც არ ჭირდება, როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები შეიცვლება. და შეიძლება რიტორიკაც. და ჩვენც დღეს ვარწმუნებთ და მოვუწოდებთ, რომ ჩვენ რაღაც წითელ ხაზებს არ ვკვეთთ. ჩვენი რიტორიკაც საკმაოდ თამამი, გამბედავი, რომლის ძალა წინა პერიოდში არ ჰქონდა და დღეს გავბედეთ რაღაცების თქმა და მართლა სიმბოლურია, ცალფეხზე არ დავდე კიდევ ორ ფეხზე დგავართ, ბევრჯერ გავიმეორებთ ამას. დღეს შევძელით ის, რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი დაგვეინიცირებინა, რასაც მაგალითად 4 წლის წინ ვერ გავიტანდით. 4 და 5 წლის წინ ეს გამოიწვევდა იმხელა ტურბულენტობას, არა და ეროვნული საქმეა, ხო? არა და სულიერი გადარჩენის საქმეში არის ერთ-ერთი წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ხო ასეა? მათ შორის ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უნდა გავმიჯნოთ უფლებების დაცვის უპირატესი ინტერესისგან. ეს უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ ამ გამიჯვნის მიუხედავად ჩვენ ამას ვერ შევძლებდით 5 წლის წინ. მაგალითად 2017 წელს ჩვენივე ხელით მე მაქვს მწვანე ღილაკზე თითი დაჭერილი, სუსტად ვიცოდით, ვინ იყო ნინო ლომჯარია, მაგრამ მწვანე ღილაკს ვერ უხსნიდით საკუთარ თანაგუნდელებსაც კი. ვერ უხსნიდით. სანამ ეს არ გავიყვანდი და დღეს ასეა საჭირო მეტი უკაცრავად იმ სიტყვებით ვიტყვი, რა სიტყვების მახსოვს ჩემ მეტი ჯანი დღეს არ გვაქვს თქო. აი ყურში სანამ არ ჩავჩურჩულებდი რომელიღაცა ჩემ მეგობარს უმრავლესობიდან, მანამდე ჩემი უახლოესი ადამიანები მეუბნებოდნენ ჩვენ არ დაუჭერთ ლომჯარი, დღეს ასეა საჭირო, უნდა გადავაგოროთ ეს პერიოდი. ვამბობდით. არ ქონდა იმისი ძალა. იმიტომ რომ უმრავლესობა დაგვეშლებოდა ელემენტარულად. რაღაცას გთხოვდნენ, იმას ვასრულებდით, მაგრამ მაგალითად იყო ასევე ცდილობა იმისა, რომ სასამართლო ჩაიგდოთ ვიღაცების ხელში. აქ ვლავირებდით, სასამართლოს არ ვაძლევდით, რჩებოდა სასამართლო დამოუკიდებელი და ვიღაცების ხელში არ აღმოჩნდა სასამართლო. თავარი ინსტიტუტები, თავარი ღერძი სახელმწიფოს შევინარჩუნეთ, რაღაცები დავთმეთ, კი ბატონო.
და რამდენ რაღაცას თმობდით ეს ერთი მაგალითი საკმარისია ამის საილუსტრაციოდ ხო ნინო ლომჯარია ჩვენი ხელი დავირჩიეთ სახალხო დაუბრუნდები შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ საკითხს ჩვენ ისიც მოვისმინეთ რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია რომ ომი იანვარშიც კი დასრულდეს შესაძლებლობის დაშვება გააკეთა ტრამპმა შოკის მონგრელ თავდასხმას ტრამპზე თქვენ გამოეხმაურეთ ამ ფაქტს და თქვენ მიიჩნევთ რომ ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი და ეს არ არის სამოგლეჯილი და უშუალოდ იზოლირებული საკითხი რა ჯაჭვს ხედავთ. იცით რა მეინტერესებს? არ გეუცნაურად ის ამბავი, რომ როგორც კი მე ირაკლი კობახიძემ და სხვებმა გააკეთეს და გავაკეთეთ შეფასება ამასთან დაკავშირებით, იმ წუთასვე გამოვარდნენ ყველანის მთელი აგენტურული სპექტრი და დაიწყეს ზოგმა ვითომ დამცინავად, ანუ სხვადასხვა კატეგორიის მიმართულებით დაცვა რაღაც საკითხებს. დაცვა რისი რომ აი ვიღაცები წერდნენ ჩამიგდეს რაღაცები აი всё დავიშალეთ თურმე გლობალურ ომის პარტიას უსვრია ვიღაცა ამბობდა რა უპასუხებს გებლობა ეს ვიღაცას დააბრალო ვისიცავ ვის რა არ არსებობს გლობალური ომის პარტია ეს რეგისტრირებული გლობალური ომის პარტია მართლაც არც ქვეყანაში არ არსებობს მაგრამ რაც გნებავდა ვარქვათ მე გუშინ მოვიხსენე მაგალითად როგორც გლობალური ომის ძალები არსებობენ რაღაც ძალები და ეს წითელ ხაზებში რომ დავრჩით ამიტომ ლაპარაკობთ ასე და ვიღაცებს მეგონი ძალიან უნდათ რომ ეს წითელ ხაზები გადავლახო და არ შვები ჩვენ ამას და ძალიან ვთქვათ ნუ გვაიძულებენ ეხლა ხო ვილაპარაკეთ ამას ამიტომ აღარ ვაგრძელებ და არსებობენ რაღაც ძალები ვინც აი ამ ყველაფერს რაც ხდება უზრუნველყოფენ ხო მათ შორის სულ აპირველი შეუძლებელი არ გაგახსოვს შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ ბიძინა ივანიშვილი ქვია იმ პატრიოტ ადამიანს. შვეიცარიის ბანკი მეორე თუ მესამე რო იყო მსოფლიო რეიტინგში, თუ არ ვცდები ოღონდ. ასეთი ბანკი გააკოტრეს ერთი კაცის დასაშანტაჟებლად, თან რომ ვერ დააშანტაჟეს ისეთის. და რა ამას ვინ აკეთებს ის ვიღაც ჯაფარიძე გირჩი თუ ის ვაშაძე თუ ლაკა ხოშტარია რუბლებით დაფინანსებს. ვინ აკეთებს ამას? ვიღაც ხო დგას ამის უკან. და მოდი განვიხილოთ ტრამპის ეს არ შეიძლება რომ გამოვტოვოთ. ყველას მინდა პასუხი გავცეთ და კითხვებით გავიაროთ. მესამე ვერსია ვერ იქნება. ეხლა ყურადღებით მომისმინონ იმათ, ვინც ან აკრიტიკებდა, ან აკრიტიკებდა ამ ჩვენ განცხადებებს. ესე იგი ერთი ვერსიაა რომ ვიღაცამ შეუკვეთა და ესროლა და ვინც შეუკვეთა ამას დავარქვათ გლობალური ომის პარტია და ეს არის 2000 არ თუ შეკვეთილი იყო რომ ეს ძალები დგანან ამის უკან ტრამპის წინააღმდეგ რა თქმა უნდა ხო საკამათო ხო არ არის რამე აქ მეორე ვარიანტია რომ თავისი თქნა ამ კაცმა FBI-მ ხო თქვა რომ სავარაუდოდ თუ რაღაცა მარტო მოქმედებდაო მარტო თუ მოქმედებდა რა იყო ამისი საფუძველი ხო ამ ადამიანის რაღაც განცხადებები ჩაწერილი TikTok-ზე იქ სადღაც რაღაცები ხო ვნახეთ ამ ახალგაზრდა კაცის რომელიც შემდეგ დაიღუპა საპასუხო სრული შედეგად ხო ვნახეთ ხო ეს იყო ლიბერალური ფაშიზმის დამსახურება იმ PR კამპანიის დამსახურება რომლითაც ტრამპის წინააღმდეგ ვიღაცეებმა მიმართეს და ისე გადარიეს ადამიანი 20 წლის ადამიანი რომ გადაწყვიტა თუ თავის თქნა მეორე ვერსიაში ვარ ახლა ადგა და ესროლა შუბში ტყვია ხო ამ შემთხვევაში ვინ დგას ამის უკან? რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მე გიორგი? წადი მე შენ გადაგიხდი $1,000,000 ან 10 მილიონს და ესროლე ვიღაცას თავში, ან წელების განმავლობაში ისე გაგაგიჟებ, ისე მოგახვევ ჩემ რაღაცა ფსევდოლიბერალურ ფაშისტურ ნარატივს თავზე, რომ გადაწყვეტს ვინც ამის წინააღმდეგია და გამოდის განცხადებები რას ესროლა იმ ადამიანმა? ესროლა ომის დასრულებას, ბოდიში, ომის დასრულებას, ესროლა კონსერვატიულ მიმართულებებს ტრადიციულ მიმართულებებს ამას ამბობს ხო ტრამპი და ესროლა რაღაც უკონტროლო იმიგრაციის აგრძალვის ინიციატორს ხო ამ ყველაფერს ანუ დავარქვათ კონსერვატიული მიმართულების წარმოდგენის ადამიანს ესროლა ხო ან ერთია მართალი ან მეორე ორივე შემთხვევაში ერთ შემთხვევაში პირდაპირ დავალებით და მეორე სავარაუდო შემთხვევაში PR-ის მსხვერპლმა ადამიანმა ესროლა ბატონ ტრამპს, ხო? ორივე შემთხვევაში ამის უკან დგას გლობალური ომის პარტია და გლობალური ძალები, რომელიც ამას ან PR-ით, ან პირდაპირ დავალებებით უზრუნველყოფენ. ან ერთი ან მეორე და რატომ არ დგას ამ შემთხვევაში ეს ძალა ამის უკან? ნახავთ ანუ საბოლოოდ გამოძიების შედეგს, ტრამპის მხარე დარწმუნებული რეაქტიურებს ამ ამბავში, მაგრამ ჩვენ რა დავუშვით, რაც ამ შედეგი ვნახოთ.
ერთთან მეორე ვერსიაში არსებობს რამე თეორიული ვერსია რომ არ ჩაჯდეს? შეგვიძლია გავყვეთ მაგალითად უცხოპლანეტელი მას შეუკვეთეს? არა, გასაგებია, კი ბატონო. შეგვიძლია გავყვეთ ხო გამორიცხულია. ან დაარწმუნეს რომ ეს კაცი მოსაკლავია ტელევიზიით, რა ვიცი, პრესით, Facebook-ით თუ სხვა სოციალური ქსელით, ან შეუკვეთეს, ხო? რა მნიშვნელობა აქვს დაგარწმუნებ ესე პიარით, რომ კაცია მოსაკლავი ეს, რომელიც ანგრევს ამერიკას და ანგრევს თავისი კონსერვატიული მიდგომებით სამყაროს, თუ პირდაპირ შეუკვეთავ. ერთი და მეორე ამბის უკან ერთ და იგივე ძალები დგანან. რა მნიშვნელობა მესამე თეორიული ვარიანტი დამისახელეთ და გავჩერდები. არ არსებობს ესეთი. გასაგებია, მაგრამ აქ მთავარი რა არის, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. როდესაც ქართული ოცნება საუბრობს გლობალური ომის ძალებზე, რაც თქვენ არაერთხელ ახსენეთ გადაცემის მიმდინარეობისას, ისინი ამბობენ, აი თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ რეალურად ამ რიტორიკით და ქმედებებით ოცნება გვაშორებს დასავლურ ორბიტას და მივყავართ ან რუსეთისკენ, ან ჩინეთისკენ. ამ ბრალდებებს რას უპასუხებთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი ბრალდება ეს იქნება, რომ ჩვენ დასავლურ ვექტორს ვშორდებით და საერთოდ სხვაგან მივდივართ საპირისპირო. ეს არ იქნება მთავარი ბრალდება, ეს იქნება მთავარი სრულ ბრალდება. ის იქნება ყველაზე ამაზრზენი მოგონილი ამბავი, რომელსაც შეიძლება სამწუხაროდ აყვეს საქართველოს მოსახლეობის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა საბედნიეროდ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ ყველა მონაცემებით, რომ ამან არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. თორემ წეღანაზეც ვლაპარაკობდით, ამის პასუხადაც იმის გაგრძელება შეიძლება. ვიღაც ქართველმა, ეთნიკურ ქართველმა საქართველოს მოქალაქემ ხო დაწერა სადღაც ხიდზე 84 ტყვია კეფაში მოღალატეებსო. რა განსხვავებაა ხა იმ ადამიანსა და იმ გარდაცვლილ ადამიანს შორის ამ ფაქტობრივ მოცემულობას თუ არა ვიღებთ. ანუ ამანაც ეს ან წამქეზებელი იყო ან პიარის გავლენით დაუკვეთა ვიღაც სხვა მოქალაქეებს რომ 84-ვეს კეფაში ტყვია უნდა მოხვედრო და უმრავლესობის წევრებს მის ხმამისსა გამჭვირვალობის კანონს და სიცრუეზე დაყრდნობით რომ თითქოს ეს იყო რუსული კანონი. ამ ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ახალგაზრდა აწუყვი გარდაცვლილმა ადამიანმა ტრამპსაც და ამ საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთავდა ვიღაცა ჩვენ დახვრეტას. მეტი ფაშიზმი, ლიბერალურ ფაშიზმი რო ლაპარაკობთ, რა განსხვავებაა? ვიღაცა მართლა რო დაიჯეროს ეს, აი იმდენად რო დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ ისეთი მოღალატეა, რომელიღაც დეპუტატი ხელის დაჭერით გამჭვირვალობის კანონზე საფრანგეთში, კანადაში, ახლა ჩვენს შემდეგ მიღებულზე, წარსულზე აღარ ვლაპარაკობ, მიღებულ კანონებზე, რომ ესენი ტყვიას იმსახურებენ და იმანაც გააქანოს და ვიღაცას ტყვია დაახალოს, ამის უკან არ დგას ეს ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ომის ძალები არ დგანა და მისი აგენტურა საქართველოში არ დგას, შემთხვევითობა იქნებოდა რომ დაეჯერებო. ხო შეიძლება ერთი ადამიანი 4 მილიონში აღმოჩნდეს ისეთი, ვინც გაძაწყვიტოს რომ ტყვით, დიახ, როგორი მოწოდებაც ხიდზე გაუკეთეს ნაცებმა, დააწერეს 84 ტყვია კეფაშიო. ერთ-ერთს მართლა ამოტრიალებოდა გონებდა იმ ახალგაზრდასავით ეს როლა რომელიმე ადგილას. აი განსხვავება რა არის? და აქაც იტყოდნენ რომ მარტო ადამიანებმა კი არ გამახსენდა. უნდა დავასახელო პირდაპირ უკაცრავად თქვენთან კოლეგებზე არ გაგდებთ ხოლმე ხო ტევ პირველმა დაწერა დამცინავი სტატუსი Facebook-ზე მამუკა მდინარაძემ ტრამპის რაღაცა გამოიძია. ანუ აზრის გამოთქმა ამათი დამცინავი სტატუსის საფუძველი გახდა რომ გამოიძია. ვის დაცინი დღეში 1000-დან 1001 ტყუილს ამბობდა რას ვის დაცინის და ტევ პირველი რომელიც ამ ლიბერალური ფაშიზმის გამწევი ძალაა აი ეს პოსტებს დებს იმისაც რომ ვიღაც მოწყულდეს, ვიღაც გააქილიკოს და ეს არის სწორედ ის ბოროტება, რომლის დასაზღვევად სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს. ამიტომ არის რომ აი ხა რაც მე მოვყევი, ერთ წინადებაში მოვაქციოთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საქართველოში ჩვენ რეალობას უნდა დავუბრუნდეთ, იყრის თავს იმ დიდ ბოროტებაში, რასაც ახლა დაშლილი და აკუცმაცებული ნაცმოძრაობა ქვია და რეალურად მათ ქვიათ გლობალური ომის აგენტები და თავარი მათი ნიშანი არის ის რომ რასაც დაავალებენ გარედან იმას აკეთებენ. მაგალითად აგერ რამდენიმე დღის წინ ბატონმა გახარია ჩვენგან მოღალატედ გასულმა ადამიანმა ნაცების სასარგებლოდ მოღალატემ გატესტა მოსინჯა და თქვა რომ მეო ლელო განაცებისგან ლელო რა უნდა გაანაცვა 10 უფრო მეტი ლელო როგორ უნდა განაცდეს ხო განაცებისგან დავიცვალ და რა ვიცი რეაქცია მოყვა სოციალურ ქსელში ზოგი დაცინო და ზოგი აგინებდა იყოს ვეღარ გაბედეს და გადაალაგეს კონფიგურაცია დღეს
ის ძალები, რომელიც გახარიასთან და ჩაესვათ, რა ქვია მას, თოლიძის და მეორე რო ანჯეოშნიკი, ვითომ პარტიული რომ არ არის, ცუცქირიძის სახით. თავისუფლების მოედანი. ხო, რაც ქვია თავისუფლების მოედანი და არ ქვეს ახლა, ესენი ჩაუსვეს ლელოს. ეხლა გატესტავენ. თუ მიუახლოვდა 5%-ს დაიწყებენ ამათ გაძლიერების მუშაობას. თუ არა და გახარიასაც და წარმოგიდგენიათ, ანადოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ რომ ავარიდო მას ელაპარაკს თავი, მაგრამ ეხლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, ვითომ მევახშებს და ძალიან ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება და სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიან და ხაზარაზე მამუკას. ეს კონფიგურაცია თუ შეუერთდა, გახარიას თუ შეუერთდა, მათ უნდა დავარქვათ პრინციპულები ალბათ. ნუ საოცრება წარმოუდგენ. ანუ ეს არგუმენტია, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა ხედვებს თავარია ქვეყანა. რა თქმა უნდა, აგენტურის გარდა მას ვერავინ როგორ უნდა დამაძალოს, ეხლა რა უნდა მითხრას მე, რა უნდა მაიძულოს, რა უნდა გადამიხადოს ადამიანმა, რომ წავიდე ეხლა და დავждდე ნაცებში და მათ სიაში შევიდე. მოდი ცოტა დიდ სურათში შევეხოთ ამ კონფიგურაციას. რაზეც იყო საუბარი, რომ ერთიანი სიით უნდა გამოსულიყო ოპოზიცია, ეს როგორც ჩანს არ შედგა, ვერ შეთანხმდნენ თუ არ ჩაითვალა სასარგებლოდ ასეთი ერთიანი. არა, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, მანდ არ არსებობს რა. მანდ ვერ შეთანხმდნენ, არ არსებობს. შეიძლება იქ მართლა რაღაცა ქვედა დონეზე პირველების გარდა იქ დიდპაგონიანების გარდა შიდა ვიღაცების სამხრეთ სპეციალურად არ ხმარობ დიდპაგონიანების გარდა, იმიტომ რომ მაგაც რაღაც რუსული ისა აქვს გავლილი სკოლა აგენტურული და შემდეგ გადაბირება გადმობირების ზოგიერთ დარჩა იქვე, ზოგი დღემდე რუსული თანხებით ფინანსდება, ზოგი სხვათან, ზოგი რუბლი და ზოგი დოლარით რა მნიშვნელობა აქვს? არ აქვს, აგენტია. და ვინ რა თამაშობს, ზოგი ორმაგი არის, წარმოუდგენელი რეალობა გვაქვს. აი ამ ხალხმა ყველამ ერთად სხვა გარე ძალების წარმომადგენლებმა ერთად მოიყარეს თავი. მაგას არ არსებობს, ვერ შეთანხმდნენ. შეიძლება ვიღაცა მეორე ხარისხოვანი ადამიანები, ვინც არიან იქ, მეორე ხარისხოვანი ადამიანები, ისინი ობიექტურად რაღაცას ფიქრობენ, აი ვერ თანხმდებით, კამათს უყურებენ, რაღაცას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ყავთ განსხვავებული. ხო, საოცრებელ ხდება შიგნით და ესენი შეიძლება გულწრფელად ფიქრობენ, ახლა რომ ჩვენ რაღაცებში შევდივარ და აგერ კამათობენ ის ვიღაც ყარამია და ვიღაც გახარია სიტყვაზე ერთმანეთს ერთთან რეალურად რასაც დაავალებენ, იმაზე შეთანხმდებიან, ვინ ეკითხებათ მაგას. რატომ დაავალეს სხვა რამდენიმე წელი? იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ერთიანი ძალით რომ გამოვიდნენ, სავარაუდოდ მათი შიდა მსჯელობისაგან საგანი არის ასეთი, რომ ну максимум 20-25% და ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას ექნება გარანტირებული. ეხლა ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი ადგილიდან წამოიღონ ხმები, რესურსი მეტი აითვისონ და სხვა მაგალითად ეხლა ლელო ცდილობს რომ დააჯეროს საზოგადოებას რომ და გახარია ეხმარება თავის მეში განაცებასგან და დავიცვავ არ უნდა გავანაცებდეს ხო ვითომ ესენი ნაცები არ არიან რა ვითომ ისინი ერთ ქვაბში არ იხარშებიან და ეხლა კი გვარამია და მელიამ რაც უნდა ილაპარაკონ ჩვენ ნაცები არა ვართ გასაგებია რომ საკუთრივ ნაცმოძრაობა პარტიაა ორად გაყოფილი, საკუთრივ თვითონ პარტია შიგნიდან გაიყო ორ ნაწილად, როგორც ევროპული საქართველო ვერ იქნება ნაცებისგან გამიჯნული ვერასდროს თავის დროზე გაყვეს ევროპული საქართველო ცალკე და ააგეს მას მთელი მოლოდინები და ვერაფერი ვერ იქნა იმ ეგრეთ წოდებულმა ევროპულმა საქართველოსთან ნაცებად დარჩნენ, ახლა და ხუთიანის ფაქტორზე იყო იქ ლაპარაკი, ახლა გაყვეს ეს ორად, ხო? ეს ორი თავთავისას წაიღებს. გასაგებია, ნუ თუ გქონდათ პირობითად 17% და გახარიას შემთხვევაში არიან ისინი ოცნების კონკურენტები ხმების თვალსაზრისით. და მაგას ცდილობენ. გახარია დღემდე ცდილობს სადღაც ის ჩათესოს ჭორები, რომ ის თითქოს რაღაც აქეთა ორბიტაზეა და არ გამოუვა ეს, იმიტომ რომ ადამიანი არის კლასიკური მოღალატე, მე პირადად, აი განწყობა, მე ხო თუ მაკვირდებით პერსონალურად ვცდილობ ხოლმე რომ ნაკლები იერიში მივიტანო სულ ამ პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ რაღაც ალებზე იმაზე ზოგადად ლაპარაკობ აგენტურასაც ზოგადად ვიძახი დღესაც კი თქვენთან ეთერში მაგრამ გახარია ეს შემთხვევა როცა ვერ შევიკავებ თავს იმიტომ რომ კაცი რომელიც აგერ გვერდზეგის შენი პრემიერ-მინისტრია და ხვალ მოხალატე ხდება და მაინც და მაინც პერსონალურად შენ დაუძინებელ პოლიტიკურ მტერთან ნაცმოძრაობასთან და მისა მელიასთვის გადადგა, ხო?
ხო გვახსოვს ძალიან კარგად. ამაზე არასდროს არ შევიკავებთ, ასე მოღალატე როგორ შეიძლება იყოს რაღაცა ნორმალური, არაკეთილი და კარგი, ნორმალური საქმესკეთებელი. წარმოუდგენელი ამბავი, სადაც არ უნდა წავიდეს და ხა რა კონფიგურაციაში უნდა ჩააწყონ მისმა პატრონებმა, ის იქნება ნაცებთან მოღალატე. იმას შეიძლება დავით კირკიტაძე, რომელიც პარლამენტში ის ბევრად ჯობდეს. იმიტომ რომ არის ის ადამიანი, თავიდან კი არ ვაკებ იმას, თავის უბედურებ ბნელი და წარმომადგენელია, მაგრამ არის თავიდანვე ნაცი, ვიცით რომ 2002-შიც ნაცი იყო, დღესაც ნაცია. ვინ არის ამ კონფიგურაციები და ბევრად მასთან მოღალატე, მტერი შეიძლება დააფასო. ბრძოლა შეიძლება დააფასო მტერი. მაგრამ მტერთან რო ადამიანი გიღალატეს, არის იმაზე 1000-ჯერ უარესი. და ესეთი ხალხია იქით გადაბარგებული და ამაზეა ოცნების თავარი კონკურენტები ამ გაერთიანებიდან ვინ არის? ისენაც მოძრაობა რჩება? სამწუხაროდ, იმიტომ რომ მეტი უფრო მაღალი რეიტინგი მათზე, ეხლა ესენი ვერც ერთი ვერ ლახავენ საარჩევნო ბარიერს. ერთადერთი, ვინც რადგან თავად ნაცებს ხმები გაუყო არის ასევე სამწუხაროდ გვარამია მილიას რაღაცა გაერთიანება, რაც ქვია ახალი თუ რაღაც რა ის ახალი. ანუ პარტიის სათაურშიც ტყუილია. აი ახალს რო დაიქმნე უკვე თაღლითობ. პოლიტიკური თაღლითობა ქვია, მაგას ახალს რო დაიქმნე ასეთი ძველი და ბნელი ხარ უკვე პოლიტიკური თაღლითი. შესაბამისად, ერთადერთი ვინც უახლოვდება ბარიერს, ეგენი არიან და ნაცმოძრაობა ახავს გარანტირება. დანარჩენი ლელოც გახარეს საერთოდ ბარიერთან ახლოს ვერ მიდის, ვერც უახლოვდება. ლელო ოდნავ წინ არის მასზე. და აი ეს მოცემულობა აქვს და ამიტომ ერთიანდებიან ეხა აქეთ ლელოს საფარქვეშ რომ ლელო რადგან უფრო 3%-ისკენ არის თუ რაღაც მსგავსი მონაცემი აქვს რომ ეს თითო პროცენტიანები დაემატონ და იქნება გადაახმო, მაგრამ ვერ ისწავლეს ერთი რაღაცა რომ შესაკრებთა გადანაცვლებით იქ ჯამი იცვლება. პოლიტიკური ანგარიში ეს არის. პოლიტიკაში ანუ რომ არის 2 თქვა 3%-იანი პარტია, მათი ერთობა 1%-ს არ ნიშნავს ავტომატურად. იმიტომ რომ თუ გიჭერდი ხარს გუშინ მაგდასთან შეიძლება მე მაგდას არ უჭერ დაუშვათ ხარს და აღარ დაგიჭერ ხარს თუ მაგდას პარტიას გაუერთიანდი. შეიძლება სხვა პარტიას შემთხვევაში მე და მაგდას ერთად გვიჭერენ ხოლმე ხარს. ძირითადად ასე ამ პირობითად. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გაიმარჯვებთ არჩევნებში, მაგრამ ხართ თუ არა დარწმუნებული რომ ეს არჩევნები შეფასდება ობიექტურად, იმიტომ რომ წინა პირობებია ისეთ სურათი იქნება, განწყობები იქნება ისეთი, რომ აქ არ არის კონკურენტული გარემო და სამართლიანი პირობები. ამის გარანტია მე როგორ გითხრათ როცა კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგწეს, რამდენიმე თვეში ევროკავშირმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც არათუ იმ ორ ქვეყანას, უკრაინას და მოლდოვას, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყნებს უსწრებით ყველა ძირითადი მონაცემით. ეს ხო ფაქტია, ეს ხო ჩემი შეფასება არ არის. ყველაფრით უსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ყველაზე გვიან მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხო? ყველაზე გვიან მივიღეთ. ანუ რა რეალობა გვაქვს? ესე იგი, რეფორმები საკითხები, რომელიც არის მთავარი იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საბოლოოდ. ამ ყველაფრით და შესაბამის შეფასების ქულებითა და კრიტერიუმებით ხარ წინ და ბოლო მიიღე. ესე იგი, რაღაცა ინტერესია ხო აქაც შენს მიმართ და რა არის ეს ინტერესი? ამაზე კითხვის პასუხი ჩვენ უკვე გავიგეთ. იწყება ამ შემთხვევაში თუ არ იქნება შეფასება. ერთი რაღაცა ნახეთ ახლა ვიგეთ, არაფერი. აქ ჩვენ ველოდებით და ამისთვისაც ზადავართ, რომ რაღაცა ორგანიზაციებში დაალაგებენ და აქაც ამას რომ ნაცმოძრაობა და აქაური აგენტურა ვერ შეძლებს ცალკე აღებული ამაზე თავს უნდა მოვიტყუებთ, აქაც გარეძალები მიეხმარებენ და რაც უნდა გლობალურ რომის პარტიის ნაცვლად მოიხსენიონ ეს ძალები, რაც მაგალითად ამერიკელები მოიხსენებენ დისტეიტად, ხო? და რაღაცებს არ ქმნიან სხვა ქვეყანაში, სხვა რაღაც ძალები ბიუროკრატიას ეძახის შესაბამისი თარგმანითაც ასე გამოდის. ზოგი სხვა რამეს ეძახის, რაც გნებავთ და არ ოღონდ უნდა ვიცოდეთ რომ არის დიდი ძალა ამ ყველაფრის უკან, რომელიც იმ რაღაცებს უზრუნველყოფს, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ სამწუხაროდ. ჩვენ ამისთვისაც ზადავართ და იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა. ასე გიგე. ამის მიუხედავად თუ დაწერენ უარყოფით დასკვნებს, ქართველი ხალხი ამასაც შეხედავს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ბევრს იმართეს და ამავდროულად ჩვენ გუშინ მთავარი სლოგანი რომ წარმოვადგინეთ, იქაც იმ სლოგანთან დაკავშირებითაც კი აუხსნით ყველაფერს დეტალურად განვმარტავთ, რომ შვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი მშვიდობა, ღირსება, გვჭირდება იმისათვის და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, რომ
განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი მოქალაქის და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის. და აქ არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს. ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას და რეალურად პირიქით არის კეთილდღეობა არის ერთ-ერთი უპირობო ნიშანი, რომ ჩვენ ევროკავშირის გარშე შევახოთ. რატომ? ჩვენ თუ ეკონომიკურად არ გავძლიერდით ძალიან, ესე მარტივად ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. ანუ არავინ მიიღებს $4,000 მშპ-ს ქვეყანას თეანში და პროდუქტი რომ გაქვს $4,000 ერთ მოსახლეზე, ამას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ეს ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ. დღეს გადავწყვით 8,000, მაგრამ კიდევ მეტი 10-12-ს უნდა გადავწყვეთ იმისათვის, რომ ევროკავშირმა მიგვიღოს და ტვირთად არ დავაწვეთ ევროკავშირს. ამიტომ ჯერ არის კეთილდღეობა და მისი ლოგიკური გაგრძელება ევროკავშირის წევრობა და ბევრი იმასაც ხედავთ ხოლმე ჩვენი მეგობრების, პარტნიორების გზავნილებს და დიახ, ეს ასია. მომავალი ნათელია, ჩვენ ამის გვჯერა და მომავალი რომ ნათელია, ამის გარანტიას უნდა ამ უთანასწორო ბრძოლაში. იმიტომ რომ ჩვენ კი ვართ საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ ოპოზიციაში გამოდივართ ძალიან დიდ ძალებთან, ისევე როგორც ორბანი და იმასაც იქ რუსს ეძახიან, იმიტომ რომ თავის ქვეყნის ინტერესებს იცავს, მხოლოდ ამიტომ ეძახიან რუსს. ვინ? ისევ თავის ქვეყანაში არსებული აგენტურა, ამიტომ მომავალი არის ნათელი, ნათელია მომავალი, გვჯერა ჩვენ ამ ყველაფრის და ეს ნათელი მომავალი ჩვენ უნდა შევხვდეთ უთანასწორო ბრძოლაში, უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას უზრუნველყოფდა თუ საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, ამის გარანტიას დავდებთ. შემდეგ გაცილებით უკეთ იქნება ყველაფერი, ვიდრე დღეს არის და კიდევ უფრო დავლაგდებით ყველასთან ურთიერთობაში მათ შორის. მადლობა, მამუკა მდინარაძე იყო ჩვენი სტუმარი, გელოდებით უკვე ახლო მომავალში, ესეთ ხანს ლიპაუზა